ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი რევა ზუბილავა მეტსახელად ჯვარსკი დედისა და ძმის დახმარებით აწყობდა ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდა ეგრეთ წოდებული ქურდული გადაწყვეტილებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით ბოლო 24 საათში ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 45 პირი დააგავეს. გამოძიების ცნობით სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით ეგრეთ წოდებული ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდებიც მონაწილეობდნენ. რუსთავის ციხეში 70 წლის ქალი გარდაიცვალა, ის ეგრეთ წოდებულ წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. ინფორმაციას პუბლიკა ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა 13 ნოემბერს მოხდა. ქალი ნომერ მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში 26 ოქტომბერს შეასახლეს. ადვოკატის ცნობით გარდაცვალების მიზეზი მაღალი წნევა გახდა. პროკურატურა საქმეს სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით იძიებს. მოგვივიდა ერთმანეთში შელაპარაკება, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეიძლება მოუვიდეს. ადამიანები ვართ და ცხოვრებაა. ჩოხატაურის საკრებულოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე, რომელიც პოლიციელზე ჯგუფურ ძალადობაშია ბრალდებული, განცხადებას ავრცელებს. დავით ჩარაშიძე ამტკიცებს, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. დემოკრატიის კანონის უზენაესობისა და მშვიდობის არაძალადობრივი გზით დაცვისთვის ნორვეგიელმა პარლამენტარმა მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა. რუმინეთის ინსაიდერის თანახმად ნომინაცია მიზნად ისახავს სანდუს ლიდერობის ხაზგასმას.